დეპუტატები ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ მსჯელებენ, ცვლილება შედის 8 კანონში, ძირითადად საუბარია ნარკორეალიზატორებზე. გაცრდება თავის მხრივ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები, იგულისხმება ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, თუ საჯარო სამსახურში დასაქმება, ასევე მართვის მოწმობასთან დაკავშირებული შეზღუდვები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ქართული გენოფონდი, რომელთა დაკავშირებითაც მათ შორის თავსმოქმეული ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალური მიდგომებიდან გამომდინარე, ჩვენ ვხედავდით 1000 ვარ კამპანიას, რომელიც მიმართული იყო თითქოს რომ ძალიან პოპულარული უნდა გაგვხდარიყო ნარკოტიკების მოხმარება. ქართული ოცნების გუნდში მსჯელობთ მათ შორის მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით, რომელზეც რა თქმა უნდა უახლოეს მომავალში საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია. კარგია, როდესაც კონსულტაციების საფუძველზე ქართული ოცნებასთან ერთად დაინიცირდა გამკაცრება იმ სანქციების, რასაც ქვია რეალიზატორების მიმართ სანქციების გამკაცრება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა სხვათა შორის მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ საქართველოში. და აქედან გამომდინარეობს ზუსტად აი ეს ცვლილებები, რომ როგორც რეალიზატორების მიმართ იყოს მკაცრი მიდგომა, ასევე მომხმარებლების მიმართაც გარკვეული შეზღუდვები არსებობდეს.